მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად და დღეს სტუმრად მყავს ჩემი კოუჩინგური მეგობარი გვანცა ბარაბაძე, ვისთან ერთადაც დავიწყეთ მეგობრობა, საქმიანობა და ყველაფერი ჩვენ ერთმანეთს დაგვაკავშირა კოუჩინგმა და პირველი იყო ICF-ი, რითიც დავიწყეთ ერთად საქმიანობა. მე კოუჩინგ-აპ უნივერსიტეტიც ერთად დავიწყეთ. ბევრი სხვადასხვა პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული, მარათონებიდან დაწყებული, პანდემიის განმავლობაში ვიყავით ICF-ითაც და დანარჩენი ნაწილითაც გაერთიანებული, მაგრამ ძირითადი მე და გვანცას რაც გვაკავშირებს არის კოუჩინგი და დღესაც ერთად მიყვავს კოუჩინგ-აპის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა და დღესაც ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც არის ადამიანის პოტენციალი და ვიცით, რომ ადამიანის პოტენციალი არის უსაზღვრო, მაგრამ როგორ ვახერხებთ ამ პოტენციალის რეალურად გამოყენება? შეგვიძლია თუ არა, რომ გავხსნათ ეს პოტენციალი კოუჩინგის საშუალებით. მოგესალმები გვანცა. სალამი, ძალიან მიხარია შენ სივრცეში ყოფნა. კოუჩინგი გვაერთიანებს და კოუჩინგზე საუბარი ადამიანის პოტენციალზე საუბარი, ნებისმიერ თემაზე საუბარი შენთან ძალიან მიყვარს, კი იცი, ამიტომ კოუჩინგის ნაწილშიც მზად ვარ და ადამიანის პოტენციალი რაც ახსენე, ისეთი თემა არის, რომ მე შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო, შენც დარწმუნებული ვარ, ხო და ეხლა თან ჩვენი მსმენელისთვის ალბათ საინტერესო იყოს, ნახოთ რა გამოგვივა და როგორ გავშლით ამ თემას. ჩემთვის ადამიანის პოტენციალი არის, აი რომ მკითხო, რატო ხარ საერთოდ ამ პროფესიაში, აი კოუჩინგმა რატო დამაინტერესა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ზუსტად ეს, პირველ რიგში პოტენციალს ვეძებ საკუთარ თავში, ანუ სულ მაინტერესებს რა არის შემდეგი, რა შეიძლება ვისწავლო, რა შეიძლება განვავითარო და როცა განვითარებაზე ვსაუბრობ, გულისხმობ ცხოვრების ყველა სფეროს, ხო და კოუჩინგი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა ინსტრუმენტი, რაც მეხმარება ჩემ თავში, რომ კიდევ უფრო მეტად აღმოვაჩინო რაღაცები, შემდეგ საფეხურზე გადავიდე და რა თქმა უნდა სხვა ადამიანებსაც მე შევქმნა ამის სივრცე. ისე ძალიან ფართო თემა არის, აი ძალიან ისე მარტივად შეგვიძლია დავიწყოთ, რას გულისხმობთ, ხო, აი პოტენციალს როცა ვამბობთ და მე ესე მესმის ადამიანის პოტენციალი პირველ რიგში როგორ რეალიზდები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, აი რას ნიშნავს რეალიზებული ადამიანი, ხო? და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სფეროები. პირველ რიგში არის ჯანმრთელობა და ჩვენი სხეული, რასაც ხშირად არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ აი კულტურა როგორშიც აღვიზარდეთ, სხეული არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ხო, ბავშვობიდან არ გვასწავლია თუნდაც ჩვენ სხეულთან კავშირს და ეს ძალიან დიდი ინსტრუმენტი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის. წარმოვიდგინე, შენ რაც არ უნდა გონებრივად განვითარებული იყო, თუნდაც და ცოდნა გქონდეს, თუ სხეული არ მოგყვება, გამოდის, რომ ამის რეალიზაციას ვერ გააკეთებ, ხო? აი თუ ჯანმრთელობის რაღაც პრობლემა არის. ამიტომ პირველი ასპექტი არის სხეული და როგორ გრძნობ თავს სხეულში ერთი და მეორე რამდენად მომყვება და რამდენად კონტაქტი მაქვს ჩემს სხეულთან. და თან სხეულზე როცა ვსაუბრობთ, ყველა ის ემოცია, შეგრძნება, ენერგია არის სხეულზე. ხშირად არის ხოლმე, რომ მინდა რაღაცა გავაკეთო, მაგრამ მეზარება. აი ძალა არ მაქვს. რატომ მეზარება, ნეტა რა ხდება? ხო, ანუ სხეული სადღაც არ მომყვება. ესე იგი რაღაცაში არის საქმე. მოკლედ პირველი არის აი ეს, ხო, სხეულთან ურთიერთობა და რამდენად ვიყენებ, რამდენად პატივს და რამდენად კავშირი მაქვს. მერე მოდის უკვე საქმე. ჩვენი საქმიანობა კარიერული, აი აქ უფრო მეტად ვაქცევთ ხოლმე თითქოს ყურადღებას, ხო, რა მინდა და კარიერაში გულისხმება, მე რა მაგრძნობინებს თავს რეალიზებულად. ვიღაცისთვის ეგ არის რაღაცა კონკრეტული საქმის გაკეთება, ვიღაცისთვის ეს არის დიასახლისობა, ხო, მაგრამ მე რეალიზებულად ვგრძნობ თავს და ეს განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ურთიერთობები გვაქვს ასევე, მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სოციალური არსებები ვართ და შენ ძალიან წარმატებული შეიძლება იყო კარიერაში, მაგრამ თუ ეს ნაწილი არ გაქვს, ბოლომდე მაინც არ ხარ თითქოს რეალიზებული და საბოლოო ჯამში სულიერება. სულიერება როგორც
ერთ-ერთი ასევე მთავარი, აი ძალიან ხშირად სულიერება რო გაითიშება, ხოლმე დაგვავიწყდება. ან გადავედით ძალიან სხეულზე შეიძლება ძალიან ზედმეტი ყურადღება მივაქციე საქმეს, შეიძლება ასევე ურთიერთობები არის დაალაგებული, მაგრამ თუ დამავიწყდა მთავარი რო სულიერი არსება ვარ, მე მოდის ხოლმე კითხვები, რომ აი რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, საერთოდ რა აზრი აქვს ამას და აი ეს 4 კომპონენტი შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ როგორც სხვადასხვა მიმართულებად, როგორც რეალისტებით და იმის მიხედვით, რამდენად რეალიზებული ხარ, ვამბობ, რომ კი ბატონო, ჩემი პოტენციალი გამოვლენილი არის, ან არ არის გამოვლენილი. შენ ახლა რაც მოყევი, პოტენციალის გამოვლინებები ჩამოთვალე ფიზიკური სხეულის ნაწილში, შემდეგ გადადი ინტელექტუალურ ნაწილში, მერე გადადი ემოციურ ნაწილზე და ბოლოს სულიერ ნაწილზე და ყველა ამ მიმართულებაში მნიშვნელოვანი არის პოტენციალი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამათი ჰარმონია და ამათი ერთმანეთთან შეთანაწყობა და ბალანსი და მაშინ არის სისრულეში ადამიანი და ჰარმონიაში, როცა ამ ყველა ნაწილში არის პოტენციალი. მაინტერესებს ერთ რაღაცაზე რომ დავფიქრდეთ. ადამიანის პოტენციალი ბავშვობიდანვე და დაბადებიდან არის თუ შესაძლებელი არის მისი განვითარება შემდგომ ეტაპებში? ხო, ძალიან საინტერესო კითხვა არის, ხშირად ვაკვირდებით ხოლმე ალბათ მაგას. ანუ პოტენციალი არის ჩვენი შინაგანი რაღაცა რესურსები, რომელიც ნელ-ნელა ვლინდება და იმის მიხედვით თუ რამდენად მიეცა საშუალება, აი მე მიყვარს ხოლმე მაგის დაკავშირება, რასთან იცი, რომ აი ჩვენ განვითარებასთან ცხოვრების მანძილზე. არის აი როგორც კიბე რო წარმოიდგინე, ხო, ანუ რაღაცა საფეხურებს გავდივართ და ეს საფეხურები შეიძლება გავიაროთ ან დანაკლისით, ან რესურსით და იმის მიხედვით დანაკლისით გაიარეთ თუ რესურსით შესაძლებლობა გაქვს მე რომ შემდეგ საფეხურებს გაუმკლავდე შესაბამისად. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? ბავშვობაში, აი პირველი 6 წელი, 7 წელი, მოდი ესე ვთქვათ, მე ესე 7 წლებად მიყვარს ხოლმე დაყოფა. პირველი 7 წელი არის ზუსტად სხეულთან კონტაქტის პერიოდი, ხო? აი რა გაძლევს უსაფრთხოების განცდა შენ სხეულში, რამდენად სწავლობ შენ ემოციებს, იმიტომ რომ ბავშვისთვის როგორ არის, იცი, რომ ძლიერი ემოცია რომ მოვიდა, ეს არის იმდენად ხანდახან ანუ არა კონტროლირებადი, არ იცის რა გაუკეთოს და შეიძლება დათრგუნოს. მით უმეტეს თუ გარემო ხელს არ უწყობს და მაგალითად ტირის და ეუბნება რომ არ იტირო. ხო, ანუ გაბრაზებული არის, გამოვლინებას აკეთებს ამ ემოციის და ჩვენ თუ ეუბნებით რომ არ იტირო, ის ნელ-ნელა იწყებს ამის დათრგუნვას. ანუ პირველი აი 7 წლედი არის რაღაცნაირად ეტაპი, სადაც უნდა ვისწავლო სხეულთან კონტაქტი, ჩემს ემოციებთან კონტაქტი და კარგ შემთხვევაში მე მაქვს კავშირი საკუთარ თავთან და შემიძლია რომ შემდეგ ეტაპებს უკვე სხვანაირად უპასუხო, მაგრამ თუ ესე არ მოხდა, მივდივარ დანაკლისით. და ეხლა შემდეგი 7 წლედი რა კრიზისიც უნდა გავიარო, თუ დანაკლისით ვარ, მეტი სირთულე მაქვს რომ ის გადავლახო, ხო? იქ მაგალითად უკვე ურთიერთობას ვიწყებ თანატოლებთან, იქ შრომის მოყვარება, თვითშეფ ასევე უნდა განვავითარო და თუ სხეულთან კავშირი ჯერ არ მაქვს, აქ ცოტათი მეტად გამიჭირდება. ანუ ამაზეა საუბარი, ესე კიბეზე ავდივართ და ხანდახან ისე აღმოჩნდება ხოლმე რომ ამ კიბეზე შეიძლება ბოლომდე ვერ წამოიღო ის მარგალიტები, რაც უნდა წამოგეღო იქიდან, ამიტომ სადღაც მეტი დრო დაგჭირდეს. ან შეიძლება მოხდეს ესე, რომ ამ დანაკლისმა სადღაც სხვაგან იჩინოს თავი, ხო? 30 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში, ან ნებისმიერ სხვა ასაკში. ანუ რა გამოდის, შენ გააქვს საშუალება რომ რეალიზდე, მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა დანაკლისები მოყვება, ამას ბოლომდე ვერ ახერხებ. და მანდარი მე ზუსტად კოუჩინგი და სხვადასხვა მიმართულებები, არა მხოლოდ კოუჩინგი, რაც ადამიანს ეხმარება, რომ ის დანაკლისების ინტეგრაცია გააკეთოს და კარგი ამბავი ეგ არის, რომ ყველაფერს ეშველება. თუ რამე დაგვაკლდა გზაში, იმიტომ რომ ხშირად როცა ესე თემებზე საუბრობთ ხოლმე, უთქვამთ ჩემთვის, რომ აი ეხლა რომ ახსენდება მე როგორია, მე როგორ ვიქცეოდი ჩემს ბავშვთან, არა უშავს, რაც იყო, ეხლა მაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისები შევასო იმისთვის, რომ რაც მეძახის შიგნიდან ამის რეალიზება შევძლო და თუ არ გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია, შეიძლება ეგ ანიშნებდეს იმას, რომ უბრალოდ რაღაცები დამაკლდა. აი სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის თინეიჯერობის პერიოდში, ხა ამ ბოლო დროს ძალიან მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ მგონია ეს გარდატეხის პერიოდი ძალიან გამოწვევით გვაქვს გავლილი ყველას. ჩემს თაობასაც, უფროს თაობას მე მგონია მით უმეტეს და ხშირად ამბობენ ხოლმე ეხლა, რომ აი რა მოხდა ეს ამდენი ფსიქოლოგები რო არ იყვნენ მაგალითად მაშინ, ხო ვერ გავიარეთ ეს გარდატეხის ასაკი და რატო არის ეხლა ამ ხელამბავი შეყრილი ამაზე.
და რეალურად ჩვენ რო ისე გავიარეთ თინეიჯერობის ასაკი 13 წლიდან 19 წლამდე პერიოდი არის თვით იდენტობის, თვით ძიების პერიოდი. აი ვინ ვარ ამ კითხვაზე ვცემ პასუხს. და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ვატარებ სხვადასხვა ექსპერიმენტებს. და თუ მე არ მომეცა ამ ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება, ეხლა მოვედი 30 წლის ვარ ან 40 წლის ვარ და ჯერ კიდე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. და ჯერ კიდე ამოდის ეს კითხვა, რომ აი ვინ ვარ და რისი კეთება მინდა. იქ არ მომეცა ამ ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება. ანუ იქ რომ მშვიდობიანად გავიარეთ ბრწყალებში და კომფორტულად გარემოსთვის, ჩვენი გარემოსთვის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იყო. ეს ნიშნავს, რომ დაგვაკლდა ის ექსპერიმენტები, რაც პასუხს გამაცემინებდა იმ კითხვას, რასაც ნიშნავს ვინ ვარ და რა მინდა. ამ კითხვას მე უბრუნდებით ხოლმე, მაგრამ ერთი ძალიან ძლიერი მარგალიტი მომაქვს, იქიდან თუ მაშინვე მქონდა ეს შესაძლებლობა და არ არის მარტივი, თან იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი პროცესები მიდის ფსიქიკური შიგნით, ხო, ეს ემოციური ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება. მოკლედ, საბოლოო ჯამში რაღაცნაირად რო შევაჯამო, ანუ ეს არის გზა, რასაც გადიხარ და უფრო მეტად რესურსული ხარ თუ მარგალიტებით წამოიღე და ყველაფერი ეს კრიზისი გამოიარეთ რაღაცა სასარგებლოთი, მაგრამ მე ცოტა გვიჭირს ჩვენი პოტენციალის რეალიზება, იმიტომ რომ იქ რაღაცები დაგვაკლდა და ეხა ბოლომდე აღარ შემილია. მოკლედ, ეხლა რაც მოვისმინე არის ის, რომ რეალურად ადამიანში არის უდიდესი პოტენციალი და თინეიჯერობის თუ უფრო ადრეულ ასაკში ადამიანი ყველა ვარიანტში გარდაუვალია გადის ბევრ კრიზისებს და ეს კრიზისი იმიტომ კი არა ხდება ჩვენს ცხოვრებაში რომ კატასტროფა ხდება ის რომ ბავშვის აღქმა არის ისეთი რომ რაღაც ტრამბული პროცესები არის ჩემთვის და ეს აღქმა რაც არ უნდა ბედნიერ ოჯახში იზრდებოდეს ბავშვი მაინც გაივლის ტრამვებს და კრიზისებს და მთავარი არის ის პროცესი როგორ გადაამუშავებს. აი ეს გადაუმუშავებელი ტრამვული პროცესები რჩება მთელი ცხოვრება და მერე აი ამ თერაპიების, კოუჩინგის დროს თუ თერაპიის დროს ადამიანი უბრუნდება იმ ნაწილს, რაც ვერ გადაამუშავა ბავშვობაში და იმის ხელახლა გადამუშავება ხდება, რომ ის ნაწილი ჩაიხუროს და მთელი ცხოვრება არ დარჩეს ხიჭვი. აი ჩვეულებრივი ხიჭვები გვაქვს შერჭობილი და აი ამ ხიჭვებით დავდივართ, როდესაც გადაუმუშავებელი პროცესები დაგვრჩა, სადღაც რაღაც გვეთკინა, ის ტკივილი დარჩა ტკივილად რეალურად, ახლა რო შეხედო არაფერი არ იყო იქ ისეთი, რომ ტრაგედია აღგვექვა, მაგრამ ბავშვმა ეს ასე აღიქვა და ასეთი ხიჭვებით დავდივართ და მე თერაპიის დროს ამ ხიჭვების გამოღება ხდება და ხდება მოკლედ გაჯანსაღება პროცესის. რო დავუბრუნდეთ ადამიანის პოტენციალს ადამიანის პოტენციალი არის უდიდესი ალბათ და დაბადებიდან ყოველს თავისი ნიჭები მოეცა. და უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ ყველაფრის განვითარება ალბათ შეიძლება, იმიტომ რომ განვითარება თუ არ შეიძლება, მაშინ რა აზრი აქვს სწავლას ან პიროვნულ განვითარებას ან ნებისმიერ იმ ქმედებას, რასაც ვაკეთებთ. რეალურად, როცა ადამიანი შრომობს, შეიძლება ერთ ადამიანს უფრო მეტი ნიჭი ქონდეს და მეორეს ნაკლებად ქონდეს ეს გამოვლენილი, მაგრამ ძალისხმევით და შრომით ერთმა ადამიანმა განივითაროს ეს ნიჭები და თავისი პოტენციალი გახსნას კონკრეტულ სფეროებში, რომელშიც არ ქონდა. და რა უწყობს ხოლმე ხელს კოუჩინგის პროცესში რო დააკვირდე კლიენტები როდესაც მოდიან როგორ ვაკეთებთ ამის აღმოჩენას სად არის ეს დაფარული პოტენციალი და როგორ გავხსნათ ეს პოტენციალი ადამიანებში როგორ ხსნით პირველი რაც თქვი ხო ყველას გვაქვს რაღაც ნიჭი რაღაც მისწრაფება აი მოდი მისწრაფება რო დავარქვათ ხო ანუ ეს არის სურვილი რა გამოცდილება მინდა მივიღო ამ ცხოვრებაში აი რომ დავიბადე რა გამოცდილება მინდა რომ შევქმნა და ეს არის ცოტა სულიერი კომპეტენცია ხო ანუ შეიძლება ლოგიკური საერთოდ არ იყოს მაგრამ მინდა ეს გამოცდილება მივიღო და ამისთვის ასევე მაქვს რაღაც ნიჭი კი ბატონო რაღაც საჩუქრები რომელიც შემიძლია გზაში აღმოვაჩინო და განვავითარო აი ბავშვობიდან ეტყობათო ხო რაღაცები შეიძლება რომ ბავშვებს უკვე შეატყო გარკვეული მისწრაფებები მიმართულებები რაც აქვს და თუ ისევ გარემო ხელს მიწყობს ამ ჩემს სწრაფებას
პოტენციალს უკავშირდები უფრო მეტად, მაგრამ თუ გარემომ ხელი არ შემიწყო, შეიძლება დავშორდი ამას. აი რაღაცა შინაგანი ჭიას ვეძახი ხოლმე, მაგრამ შინაგანი ჭიასავი გიღიტინებს რა, გეუბნება, რომ მოდი ახლა ის გააკეთე. თითქოს ყველა გეუბნება, აი წადი ჩააბარე, მაგალითად არ ვიცი, იურიდიულზე ისწავლე, სამედიცინოზე, ყველა პერიოდში ხო რაღაცა ესეთი პოპულარული მიმართულებები არის ხოლმე, მაგრამ არა, შენ გეუბნება შინაგანი ხმა, რომ წადი მოდი სამხატვროზე, წადი მოდი სამსახიობოზე, იმიტომ რომ შინაგანად ეს მისწრაფება გაქვს, არსად არ გიულია, გამოცდილებაც არ გაქვს თითქოს, მაგრამ აი რაღაც გეძახის. ანუ კოუჩინგის პროცესში ყველაზე მთავარი ალბათ ეს არის, რომ ჩვენ საკუთარ ხმას დაუკავშირდეთ ხოლმე ის გვეუბნება და ამისთვის რომ აღმოვაჩინო, უნდა დავიწყო იმ კითხვების აღმოჩენა, რაც არის ვინ ვარ და რა მინდა, რა მანიჭებს სიამოვნებას და უფრო მარტივია, აი როგორც თქვით, თუ ეს გზა კარგად მაქვს გავლილი, მაგრამ უფრო რთული არის თუ ყური გარეთ იყო და აი მაგალითად ძალიან კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო, სხვებს რა მოლოდინები აქვთ, ესენი ძალიან კარგად მესმის და როგორც კი საკუთარ თავისკენ ვიწყებ შემოტრიალებას, აი აქ მოდის უკვე შინაგანი წინააღმდეგობა და მე თვითონ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ ამ ხმას გავყვე. და ერთ-ერთი პირველი არის, რომ აი ეს ამ სივრცის შექმნა ალბათ, რომ დავიწყოთ აღმოჩენა ჩვენი საკუთარი პასუხების, რომ რა მინდა რეალურად, რა მანიჭებს ბედნიერებას და მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი თვითონ ადამიანის. აი რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ თვითონ ხშირად კი ვამბობთ, მაგრამ არ გვინდა ხოლმე, იმიტომ რომ იცი როგორი რაღაცა არის, აი მე რასაც დავაკვირდი და ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამ აზრს ავითარებს, ჩვენ ვიწყებთ საკუთარ თავთან დაკავშირებას და დაბრუნებას ორ შემთხვევაში. ერთი არის, რომ აი გამიჩნდა იმპულსი, მისწრაფება და ეს იმპულსი შეიძლება გამიჩინოს, არ ვიცი ხო, მარიკას მოусმინე მაგალითად გადაცემაში და ამან შეიძლება გამიჩინოს, ხო, აი მომეწონა რაღაცა, ძალიან რეზონირდა და ვიფიქრე, რომ აი მეც მინდა რაღაცა გავაკეთო, ან ვიღაცას, ან წიგნი წავიკითხე, ან ფილმი ვნახე. ამანაც შეიძლება იმპულსი გამიჩინოს. იმიტომ რომ შენ შინაგან ხმასთან ის თუ კავშირში არის, აი ეს რაღაცა რეზონანსი ხდება თითქოს და ის ძალას გაძლევს. და მეორე არის, რაც სურვილს გვიჩენს, არის ტკივილი. ანუ ისე დავიღალე ამ გარეხმების მოსმენით, ეს ძალიან დიდ ენერგიას გვაცლის. და რაღაც მომენტში ხვდები, ოღონდ მეორე გზა შედარებით მტკივნეული არის, შედარებით კი არა, კარგად მტკივნეული არის, გააჩნია, როდის მიხვდები მაგას. ეხლა შენ თუ 30 წლის ასაკში მიხვდი, ცოტა ნაკლებად არის, ალბათ 20 წლის ასაკში თუ მიხვდი, კიდე ნაკლებად, 60 წლის ასაკში თუ მიხვდი, ცოტა უფრო მეტად მტკივნეული იქნება, რომ დავიღალე ამ ყველაფრით და თან შენი მისწრაფება ხო ის არის, რაღაც გამოცდილება მიიღო. ამ გამოცდილების მიღების მაგივრად, ესე იგი, სულ გარეთ მქონდა ეს ფოკუსი, მაგრამ სადღაც დავიღალი ამით და ვთქვი, რომ არა, всё, მორჩა, დამთავრდა, ეხლა გავაკეთებ იმას, რაც მე მინდა. ანუ ეს ორი მდგომარეობა უნდა დადგეს. თუ არ დადგა, აი ვიძახით ხოლმე რა, რაღაცებს ვიძახი, გავაკეთებ, დავწერ, მივწერ, რაღაცას ვცდი, მაგრამ მაინც არ აკეთებ. შეიძლება აღმოაჩინო, რომ 1 წელი გავიდა, 5 წელი გავიდა. ეხლა ამას რომ ამობ, თან ჩემ თავზეც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში დამიჭერია მე თვითონაც ჩემი თავი, რომ ბოლომდე თუ არ მინდა, აი უამრავ მომიზეზებას მოიფიქრებ, რომ გადადო, არ გააკეთო ამის უკან კიდე საინტერესო რაღაცა იმალება ეგეც ვთქვათ, ხო, რა გვიშლის ხოლმე ხელს, მაგრამ თავარი არის, რომ ეს სურვილი ბოლომდე არ არის მომწიფებული, ესე ვთქვათ, როგორც კი მომწიფდება, აი არ არსებობს მეორე დღიდანვე იწყებ რაღაცების კეთებას. ის რო არის ბამბუკის მეტაფორა მიყვარს ძალიან. ბამბუკის კი არა, რა ქვია იმას? ბამბუკი ქვია? სწრაფად რო იზრდება. ბამბუკი იზრდება სწრაფად. ხო, აი ბამბუკის მეტაფორა მიყვარს ძალიან. ლოგიკა რა არის ბამბუკის ზრდის, რომ დათესავ, 5 წელი არ ამოდის. აი ნიადაგში არის, ოღონდ მოულაყურადღება ჭირდება და იქ ვითარდება და 5 წლის მერე, რომ დაიწყებს თავს რო ამოყოფს, დღეში იზრდება 1 კვირაში, გაძლევს ტყეს. ხო, ანუ შეიძლება იფიქრო, რომ ეს ახლა დღეში გაიზარდა ესეთი სისწრაფით, მაგრამ სინამდვილეში ის 5 წელი ჭირდებოდა, რომ მომწიფებულიყო აქამდე. ანუ ეს სურვილი შინაგანი რომ მომწიფდება, ერთ დღეში აკეთებენ ადამიანების ასწაულს. იცი რა გვანცად, ძალიან მენიშნა ახლა რასაც ამბობ, მაგრამ ამის უკან ამ სურვილის უკან ხშირად დგას ხოლმე ის, რომ ადამიანს თავისი პოტენციალის
გახსნისთვის ძირითადი შემაფერხებელი ბლოკები არის ძირითადი ემოციები, რომელიც არის შიში, სირცხვილის განცდა და დანაშაულის გრძნობა. ამ ძირითად ემოციებზე, როდესაც ჩვენ მუშაობთ, მაშინ იწყება აი ამ გახსნა, ამ პოტენციალის, იმიტომ რომ სურვილი არის შეიძლება ძალიან წველი, მაგრამ იმ კომფორტის ზონაში მოვექეცით, რომელსაც გარსი აქვს შიშის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობის და არ გვიშვებს. სურვილი შეიძლება იყოს, მაგრამ ვერ ვარღვევთ ამ კომფორტის ზონას, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია ეს. და ამ შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება პიროვნულმა განვითარებამ, კოუჩინგმა გაგვიხსნას ეს გზა და მე უდიდესი ენერგია და პოტენციალი ჩნდება თავისთავად, ან არის ხოლმე ხშირად კრიზისი. როცა კრიზისი არის, აი თითქოს გაირღვა ეს აპკი და უკვე სხვა გზა აღარ აქვს ადამიანს. სხვათა შორის მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ერთიც და მეორეც და ჩემი მაგალითზე შემიძლია მოვიყვანო ის, რომ როდესაც აღმოვაჩენ ხოლმე ჩემს თავში, რომ რაღაც კომფორტის ზონა მაქვს შექმნილი და ამის იქით გასვლა არ მინდა, მიზანმიმართულად ცნობიერად ვიწყებ ხოლმე ამის გარღვევას. მაგალითად დღეს რასაც ვაკეთებ ახლა პოდკასტებს რომ ვწერ, მე მქონდა იყო პერიოდი, როდესაც შიში მქონდა კამერასთან ურთიერთობის. დავიწყე ამ შიშების გადალახვით. მე როდესაც პოდკასტების წერა დავიწყე, შიში შეიძლება ისეთი ძლიერი არ იყო, მაგრამ სერიოზული დისკომფორტი იყო და მე ცნობიერად და შეგნებულად ჩემს თავს ეს საქმე მივუჩინე და ვუთხარი, რომ მარიკა, შენ ეს უნდა გააკეთო და ეს იყო ცნობიერი გარღვევა, როცა შენ თავზე მუშაობ და ამას არღვევ. მაგრამ მაქვს ასევე მეორე ნაწილი. კრიზისის დროს ჩემში პოტენციალი ისე იხსნება, საოცარ შესაძლებლობებს ხსნის ჩემში კრიზისი. როდესაც არის breakdowns რო ვეძახით, აი ფსკერზე რო დადიხარ და всё, ჩავარდა პროექტი, აღარ არსებობს, ვეღარ ვაკეთებთ. ამ დროს ჩემში იხსნება ისეთი სუპერ ძალა და ისეთი პოტენციალი. ოღონდ ეს ბავშვობიდან მომყვება რა, ეს ბავშვობაში ეთყობა ჩემმა ფსიქიკამ ერთხელ და იდენტიფიკაცია გააკეთა, რომ ესე გამოდის კარგად, ამან იმუშავა და მე ასე იმის იმედზე ვარ, რომ რაღაცა იქნება ბოლოში და ბოლო 3 დღეში, როგორც სტუდენტობის დროს მთელი სემესტრი რო არაფერს არ აკეთებ და ბოლო 1 კვირა რო აკეთებ ყველაფერს და იღებ კარგ შედეგს, ეს მერე ცხოვრებაშიც გადმოდის და ზუსტად ასეთი სუპერძალები იხსნება ხოლმე კრიზისების დროსაც რა. და კოუჩინგი ზუსტად მაგისთვის არის, რომ სანამ კრიზისი დადგება, სანამ ფსკერზე დავა ადამიანი, მანამ ცნობიერად შეძლოს ამ შესაძლებლობების გარღვევა და შემოუშვას თავის თავში ის ენერგია. და დაუბრუნდები იმას, რომ როგორ მუშაობთ შიშზე, სირცხვილზე და დანაშაულის გრძნობაზე, რომელიც არის ძირითადი დამთრგუნველი ბარიერები აი ამ პოტენციალის ნაწილში. სამივე შიშიც, დანაშაულის გრძნობაც, სირცხვილი ალბათ არა, რაღაცა ფუნქცია აქვს. სირცხვილსაც პრინციპში ყველაფერი ჩვენ რასაც ვიყენებთ, თავისი ფუნქცია აქვს. უბრალოდ ის ფუნქცია მაშინ მემსახურებოდა, რა არის მნიშვნელოვანი ხო? ანუ ხა შენ კოუჩინგი ახსენი, არის რაღაცა თემები, რაზეც კოუჩინგით მარტო არ არის საკმარისი ხო მუშაობა. იგივე ტრამვები როცა ახსენე, როცა ესეთი დანაკლისი მოყვება ადამიანს, ტრამული დანაკლისი. ერთი არის რომ ფაზა გაიარო დანაკლისით და მეორე არის ფაზა გაიარო ტრამვით. ამას კიდე სხვა მუშაობა ჭირდება, რომ შენ ბოლომდე შეძლო რეალიზაცია. ეს ემოციებიც რაც ახსენი არის ერთ-ერთი ისეთი ძლიერი ემოციები, რომელიც კი ბატონო მაფერხებს და მიზეზი შეიძლება იყოს რაღაც ტრამული გამოცდილება, აქ ცოტა სხვანაირი მუშაობა არის საჭირო, მაგრამ თუ ცალსახად აი სოციალური განპირობება არის მხოლოდ და მხოლოდ, ამას კიდე შეიძლება რომ ვემუშაოთ, იმიტომ რომ ორივე დანაშაული და სირცხული რას მეუბნება. დანაშაული მეუბნება, რასაც აკეთებ არასწორია და სირცხული მეუბნება, რომ შენ თვითონ ხარ არასწორი. ანუ პირდაპირ ხელს უშლის ჩემი ხმის რეალიზაციას. და თუ დააკვირდები, აი დანაშაულის გრძნობა არის ძალიან საინტერესო ფუნქცია, ხო თვითონ, იმიტომ რომ და რა ფუნქცია აქვს? დანაშაულის გრძნობა გეხმარება, რომ მიკუთვნებული იყო რაღაც ჯგუფთან. ჩვენი გადარჩენის მექანიზმი არის, ხო, რომ მიკუთვნებული უნდა იყო რაღაც ჯგუფთან. და ყველაფერი, რაც
გაახლოვებს ამ მიკუთვნებულობასთან, გიჩენს დანაშაულის გრძნობას და გამოწვევა ეხლა ის არის, რომ 21 საუკუნეშიც და არა მარტო შეიძლება მანამდეც, ეხლა იმდენ ჯგუფთან ვართ მიკუთვნებულები, რომ ბუნებრივად ვერასდროს ვერ გააკეთებ რაღაცა ისეც, რაც ყველას მოეწონება. და ამ გზაზე პირველი ეგ უნდა გააცნობიერო, რომ დანაშაულის გრძნობა ყოველთვის იქნება, შეიძლება იყოს, რასთან მიმართებაში ირჩევ და ამით იმოქმედო მასზე, ხო, იმიტომ რომ რაღაცას რო გააკეთებ, მარიკას მოსაწონს, დათოს არ მოეწონება, ან ნინოს არ მოეწონება. და საბოლოო ჯამში შენ შეიძლება არ მოგეწონოს. ამიტომ აი ამის აწონ-დაწონვას აკეთებ და ორიენტირებული ის კი არ ხდება, რომ სხვები ყველას მოსაწონი იყო. ორიენტირებული ხდება, რომ გააკეთო ის, რაც შენთან არის ახლოს და დანაშაული რომავა უთხრა, რომ არა უშავს, გადავრჩები ეხლა. იმიტომ დანაშაული რას გეუბნება, ვერ გადარჩები, ეხლა იმიტომ რომ ჯგუფმა შეიძლება გაგრიყოს და გადარჩები, იმიტომ რომ არა უშავს, ვიღაცა თუ გაგრიყავს, შენი თავი დაგიახლოვებს ამით, ხო? ანუ ეს გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დანაშაულმა არ გათქმევინოს უარი შენ ხმაზე, შენ მისწრაფებაზე. და მეორე შიშთან რომ მოდიხარ, შიშიც არის ასევე გადარჩენის მექანიზმი. მისი, ანუ შიშთან მიმართებაში მთავარი არის გავაცნობიეროთ რა მაშინებს და ამ შიშის მეორე მხარეს რა არის. ანუ შიშს თუ მოусმენ, რაღაც ფასს გადაიხდი აუცილებლად. და მთავარი არის აი შინაგანი ამ სიმამაცის მოკრება და ესეც ხდება იმის ხარჯზე, რომ მე ისე ძალიან მინდა რაღაც გავაკეთო, რომ ამ შიშს ვიაზრებ და ვდგავ მაინც აი ამ ნაბიჯს. ხო, ანუ ეხლა შენც ალბათ ამას რო აკეთებ, რაღაც განზრახვა გაქვს, რატომაც აკეთებ, რატომაც ქმნი ამ სივრცეს. და ეს განზრახვა და ეს მისწრაფება გეხმარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ კამერების შიში ქონდა, გადადგა ნაბიჯი. თუ ეს ძლიერი სურვილი არ არის, შესაბამისად შიში, რომ რას იფიქრებენ, ვიღაცას მოვეწონები, ვიღაცას არ მოვეწონები, რაღაცა შეიძლება შემეშალოს. ეხლა ისე ვერ თქვა, ყველას მოსაწონს კიდე ვერასდროს ვერაფერს ვერ იტყვი, მაინც ვიღაცას არ მოეწონები, ხო? ანუ უკვე ეს გაჩერებს. მაგრამ თუ ეს სურვილი იმდენად დიდი არის, რომ არა მე ამით რაღაცას ვქნი, რაღაცა მჯერა, რომ ეს ასარგებლო არის. ხო, ეს მაძლევს ძალას, რომ ამას ნაბიჯი გადავადგა. ეს არის და ეს, ანუ შიშები ყოველთვის იქნება ჩვენთან და არც ვცდილობთ, რომ შიშები დავთრგუნოთ, არა. ვხედავ, შიშს ვცნობ, რაზე არის ეს შიში და მე არჩევანს ვაკეთებ. ეგ არის, აი მართველს ვეძახი ხოლმე მაგას, მართველის მდგომარეობაში გადასვლა, პროგრამებს რო ვაკეთებ, აი ჩემი თავარი პროგრამა ეხლა რაც მაქვს არის ცხოვრების რუკა, რაზეც ძირითადი ფოკუსი მაქვს ზუსტად მაგაზე, რომ აი პოტენციალის გახსნაში მხარი დაუჭირო ადამიანებს და პირველი გადასვლა არის მართველში რო გადახვიდე. მართველში რის ხარჯზე გადადიხარ? ანუ გაიაზრე რა გინდა, გაიაზრე რისი გეშინია და იწყებ ნელ-ნელა ნაბიჯების გადადგმას და თუ რაღაც ხელს გიშლის ამ გზაზე, მოხსენი ის ნელ-ნელა. ხო, ანუ მეგობრებად აქცია, ეგეც ძალიან მომწონს ხოლმე. ეხლა შენ რა მაგალითიც მოყევი, ანუ ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითი არის იმის, რომ შიშმა არ გაგაჩეროს, ცადო და თან ამ გზაზე არა უშავს თუ რაღაცები შეგვეშლება მე რა მოხდა, მიდიხარ იმისკენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. თან როგორც წესი, რაც ძირითადად გვაფერხებს ხოლმე და ნაბიჯს არ გვადგმევინებს ხოლმე, იმის უკან ძალიან დიდი პოტენციალი იმალება ხოლმე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომფორტის ზონის გარღვევა, იმიტომ რომ ამ კომფორტის ზონის მიღმა, ოღონდ ჩვენ გონია, რომ რაღაც უდიდესი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და რაღაც დიდი ნახტომებზე აქვს საუბარი. ყოველდღიურ პატარა ნაბიჯებში, სადაც მე წინააღმდეგობა მაქვს და რაღაც მაჩერებს, თუნდაც არის გაკეთებაში, თუნდაც ვიღაცასთან ჩემი მოსაზრების თქმაში, ზუსტად იმის უკან დგას ხოლმე დიდი ენერგიის გახსნა, დიდი პოტენციალის გახსნა პატარა ნაბიჯებში, როცა ხვდები, რომ შენ თავს ეუბნები, რომ ყოჩახ მარიკა, მე ეს შევძელი, ეს გიხსნის ახალ ენერგიას, ახალ გზას და პოტენციალი რეალურად, ხო, არის ენერგია. რა ენერგიასთან კავშირში ვარ მე? ჩემს თავს ვთრგუნავ თუ ის ენერგია მაქვს, რომ მე შემიძლია. შინაგანი დიალოგით რას ვესაუბრებით ჩემ თავს და ეს რა ენერგიასთან მაერთებს და აქედან გამომდინარე მე შესაძლებლობებთან ვარ კავშირში
თუ კავშირში ვარ იმ მიზეზებთან, რატო ვერ უნდა გავაკეთო. ორი გზა არის, ერთი რომ შესაძლებლობების არხზე ვზივარ, რომლიდანაც იხსნება ბევრი ახალი შესაძლებლობა და მეორე არის გზა, სადაც მე უამრავი მიზეზი შემიძლია მოვიყვანო, რატო არ ვაკეთებ, რატო არ შემიძლია, რა მიშლის ხელს და ასე შემდეგ და ეს არ დაილევა და თუ აქ ვარ კი ძალიან ლოგიკური გასამართლებელი არგუმენტები არსებობს, მაგრამ აქ არ არის შესაძლებლობები და აქ არ არის განვითარება და წინსვლა. შარში ჩაგდების ნატიფი ხელოვნება. და ზუსტად ეს კრიზისების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა პოტენციალი იხსნება და მან ზუსტად იწყება ხოლმე გმირის მოგზაურობა. ზუსტად გმირის მოგზაურობის ნაწილი იხსნება, იმიტომ რომ ამ კრიზისის დროს, ან შინაგანი გამოძახილის დროს, მე რას ვირჩევ? ჩვენ ხო ყოველ წამს არჩევანს ვაკეთებ. მე რას ვირჩევ? გადავდგა ნაბიჯი და გავარღვიო ეს შიშები და დანაშაულის გრძნობები და ჩემს თავს უთხრა, რომ მე შენ გპატიობ, მე შენ გიღებ და მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია და დავიწყო შესაძლებლობების ძიება და გავარღვიო ეს გზა თუ დავრჩე მიზეზების სამყაროში და შეიძლება არასოდეს არ გავარღვიო ეს გზა და თუ გავარღვიო, მერე კიდე ბევრი გამოცდის გზა გვაქვს გასავლელი გმირის მოგზაურობის ნაწილი. ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა, რასაც არ ცვლი ირჩევ. ჩვენ ძალიან ხშირად ეს გააზრება გვაქვს ხოლმე დაკარგული, რომ აი მსხვერპლის პოზიციაში რომ გადავდივართ, ცხოვრება მიმართება თითქოს და არაფერი ჩემს გავლენის ქვეშ აღარ არის. არც სამსახური, არც მეგობრები და თუ აირია ყველასფერო მით უმეტეს და ძალიან ისეთ უძლურებაში გადავდივარ. და ამ დროს რეალურად თუ დააკვირდები, არ მოქმედებთ, ხო? ანუ მოქმედებაში არ გადმოდიხარ, იმიტომ ისევ რომ რეალურად კი ბატონო რაღაცა შიშები არის, რომელსაც ბოლომდე თვალი ჯერ არ გაუსწორე. შენ თავს უყვები ამ ისტორიას, რომ მე არ შემიძლია, ეგ არის ერთ-ერთი დიდი ტყუილი, რასაც ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე და რატო ვეუბნებით? აქამდე რაღაცა მიგვიყვანა, რა თქმა უნდა და არ ვუარყოფ ამ მდგომარეობას, ხო? იმიტომ რომ შეიძლება იყო ესეთ მდგომარეობაში ადამიანი, რომ არაფერი შეგიძლია, ესეთი განცდა გაქვს. რაღაცა მიგვიყვანა და პირველ რიგში მიგვიყვანა იმან, რომ საკუთარ თავს დავშორდით ძალიან. ეხლა ისე ვაგრძელებ ამ ტყუილს ვეძახი ამას, იმიტომ რომ რატო ვეძახით? დამავიწყდა, რომ შემოქმედი ვარ. ანუ ჩემი სულიერი ნაწილი დამავიწყდა ამ დროს, რომ ეს გამოცდილება, რასაც გავდივარ, რაღაცისთვის მჭირდება. კრიზისიც რო ახსენე, ხო, რა არის კრიზისი? რეალურად მდგომარეობა, რომელიც ძველებურად აღარ მუშაობს და ახალი ჯერ არ ვიცი. მაგიტო არის ძალიან კარგი ზრდის შესაძლებლობა, ხო და ანუ შენი რეალობა გაჩვენებს, რომ ეხლა როგორც აკეთებდი აღარ მუშაობს, რაღაცა ახალი უნდა შემოიტანო. ეგ მაგარი საშიში არის, იმიტომ რომ ყოველთვის როცა შიგნიდან ვაფართოვებთ ჩვენ შინაგან სისტემას, ეგ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ გადარჩენის მექანიზმს არ უნდა არაფერი ახალი, უნდა რომ დაზოგოს ენერგია, იმიტომ რომ საფრთხე თუ დაგვემუქრება, მერე გაქცევა და თავდაცვა კარგად შეძლო. ამიტომ ეგ ბუნებრივად არის დისკომფორტი და ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლაც მაგაზი არის, რომ ეხლა ხო ხვდები, აი მინიმუმ ეგ კითხვა შეგიძლია სულ დასვა, რომ რაღაცა საფრთხე რა საფრთხე მემუქრება. წარმოიდგინო, ძალიან მიყვარს ხოთა შორის ეგ პრაქტიკა. აი წარმოიდგინე ყველაზე უარესი სცენარი. აი რა შეიძლება რომ მოხდეს? აი გასაუბრებაზე რო არ უნდა სტუდენტებს ძალიან ხშირად რო ეშინიათ ხოლმე გამოცდებზე. და რეალურად როცა აი ძალიან დიდი შფოთვა აქვთ და სტრესი აქვთ, თავისი პოტენციალის 1% შეიძლება გამოავლინოს. და მithქვამს ხოლმე რომ აი რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი. აი ვერ ჩავაბარებ. მე რა მოხდება ყველაზე ცუდი? აი დედა მეჩხუბება, იმიტომ რომ როგორც ეს დედმამის იმედგაცრუებაა ხოლმე ერთ-ერთი მთავარი შიში. მე რამ აი დედა რაღაცას გეტყვის. მე რა მოხდება? და რო მიდის რო არ მოკვდება ამით რეალურად თუ ისე არ დამთავრდა, რაღაცა სიმშვიდე შემოდის ბუნებრივად. გაუცნობიერებლად ხდება ეგ რა ის მაშინებს, იმიტომ რომ გონია რომ დავიღუპებ და არ დავიღუპებით, რეალურად არ ვიღუპებით. ტვინის სინეპტიკური კავშირებით გაიარა უკვე ის სტრესი, გავიდა იმ კრიზისში და მიხვდა რომ არაფერი ისეთი არ მოხდა, როგორცაც თავიდან ქმნიდა ტრაგიკულ სცენარს, ხო? თავარი არის აი ეს მოქმედებაში გადაიყვანო შენი თავი. თუ არ მოქმედებ, ესე იგი ნიშნავს, რომ აი გადარჩენის აი ამ მსხვერპლის სისტემაში ხარ და მოქმედებაში მოყვანა არ არის კი ბატონო სასიამოვნო, მაგრამ პატარა ნაბიჯით დაიწყე. ხო, აი ძალიან პატარა რაღაცა გააკეთე, უცებ და ეს პატარა ნაბიჯი უკვე ენერგიის ამოძრავებას იწყებს.
გვანცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოტენციალზე და მინდა კიდევ ერთ რაღაცაზე ვისაუბროთ. მე და შენ ძალიან კარგად ვიცით ეს მომენტი, როდესაც ადამიანის მიზნებთან გვაქვს ხოლმე შეხება, ხშირად ეს მიზანი არ არის ხოლმე თავისი. და მიზანი შეიძლება იყოს არა მისი შინაგანი მწველი სურვილი, არამედ რაღაცისგან გაქცევა. რაღაცას გაურბის ადამიანი აქ გადარჩენის ნაწილში არის და ხშირად მინახავს ადამიანები, ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც შრომობს და ადამიანი, რომელიც იბრძვის. აი ამ შრომის ნაწილში ორივე შრომობს თითქოს, მაგრამ ერთს ვეძახი რომ შრომობს და მეორეს ვეძახი რომ ჩვეულებრივად ხმალი უკავია, კი არ შრომობს. ხმალი უკავია და იბრძვის გადარჩენისთვის. ეს შრომა არის მისთვის არა სიამოვნების მოტანის ნაწილი, არამედ სხვა გზა არ აქვს, აქედან ფული უნდა იშოვოს რომ გადარჩეს. ან ფული არ უნდა იშოვოს, მარტო ფული არ არის აქ და უნდა გამოჩნდეს. აი ეს ეგოს თემები ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ადამიანი რაღაცას აკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ გამოჩნდეს, უბრალოდ პირველი იყოს. ეთყობა ბავშვობაში დედამ უთხრა, რომ პირველი უნდა იყო კლასში და მე მთელი ცხოვრება ეს მოსდის, რომ სხვამ თუ აჯობა, ესე იგი მისთვის სიკვდილის ტოლფასია ეს და ყველა ხარაკირს გაიკეთებს, ოღონდ არავინ არ აჯობოს და წარმოიდგინე როგორ ბრძოლაშია ამ დროს ადამიანი. და ასე შეგვიძლია დავყოთ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და რომლებიც შრომობენ. მეც ხშირად დამიჭერია ჩემი თავი, როცა უბრალოდ კი არ ვშრომობ და სიამოვნებას კი არ ვიღებ, აი ბრძოლის ნაწილი ჩამერთო, მაშინ როდესაც ხვდები, რომ ეს არ არის ჩემი საკეთება. ეს ვიღაც სხვამ უნდა აკეთოს და მე უნდა ვაკეთო ეს. ის რაც ზუსტად ვიცი მე რაც უნდა ვაკეთო, ის არის შრომის ნაწილი, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ზოგჯერ არის კრიზისი, სადაც მე მიწევს იმ ნაწილის გაკეთება, რომელიც ჩემი არ არის და იქ ხვდები, რომ ეს არის ცოტათი ბრძოლა, რომელიც მაგრამ რო ვიწყებ ამ ბრძოლის პროცესს, შუა პროცესში ხვდები, რომ კაიფობ უკვე ამაზე და ხდება ჩემი, იმიტომ რომ ვა, რაღაცა კარგად გამომივიდა, რაღაცა მერე გავაუმჯობესე, რაღაცა მერე უფრო და ესე იგი გამომდის და ესე იგი ესეთი შეგიძლია რომ კარგად დააკვირდე და ამ გაუმჯობესებაში უკვე შენ თვითონაც რაღაცნაირი სიამოვნება დაიჭირო და სიხალისით აკეთო ესეც. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანმა გააცნობიეროს იბრძვის თუ შრომობს და პოტენციალის ნაწილში ეგოს ნაწილს ვემსახურები თუ რეალურად შემშინაგან პოტენციალს. ამას როგორ ხვდებით და როგორ ვემუშავებ? ეხლა ისეთი დიდი თემა ჩამოაგდე, რომ ის მინდა ხო ესე მივეყუდო. კაი დიდი ჩაიჭი. ცალკე პოდკასტი ჭირდება მეგონი ეგოს. რეალურად ეგო არის, მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი ამ გზაზე. აი ბოლო სერიაში რო გადავიდეთ, ჩვენი პოტენციალის რეალიზაციის, ხო? ყოფილ ვარ 1-2 ჯერ მაგ ადგილას, აი ეს ფეხი დამიდგავს, მაგრამ მუდმივად არ ვარ მაგ ყოფაში, ალბათ რაღაცა ასაკი მოიტანს მაგ მდგომარეობასაც. და რას გულისხმობ? ანუ ჩვენი პოტენციალის რეალიზაციას რო შევხედოთ და აი სხვადასხვა თეორიებში ესე არის განხილული და ვეთანხმები მაგას, მეც ჩემთან რეზონირებს ეგ, რომ აი ტრანსცენდენტულ მდგომარეობას ეძახიან, ხო, აი ეგოს ტრანსცენდენტული მდგომარეობა და რა მდგომარეობა არის? ერთიანობის განცდა გაქვს ყველა სულიერ არსებასთან, არასულიერთანაც. აი სამყაროს ერთიანობაში ხარ ჩართული და შესაბამისად ეგო არის ჩვენი ასპექტი, რომელიც განცალკევებული არის ყოველთვის, ხო? ანუ ეგო მჭირდება, იმიტომ რომ განცალკევებული ინდივიდი ვარ, მე ვარ, ეს არის ეგო და ეს როცა ეს კავშირი რო აღდგა, რო გავიხსენე და რო დავკავშირდი, აი მთლიანობის განცდა მაქვს ყველა არსებასთან. ეს მაძლევს საოცარ სიმშვიდის განცდას, ძალიან დიდი სიყვარულის, ძალიან დიდი მიმღებლობის განცდას, ასევე თანაგანცდას, თუ რაღაცა ისე არ ხდება, ხო, სხვანაირად მტკივა რაღაცები, სხვანაირად მიხარია, არ მჭირდება რაღაც კონკრეტული მოხდეს, რომ მაგალითად ბედნიერი ვიყო, ხო? ანუ ცხოვრება არის უკვე ბედნიერება, რო გამოხვედი და ცას რო შეხედე, აღგაფრთოვანებს ეს, ხო, გავიწყდება, სხვათა შორის ამ ესეთი ყოველდღიური რაღაცების აღმოჩენა სხვანაირად დავიწყე ჩემ შულთან ერთად, იმიტომ რომ ყველაფერზე აღფრთოვანებული არის, მთვარეს რო დაინახავს, გაოგნებულია ყოველ ღამე
დილით რო გამოდივარ და მზეს რო ხედავს, ღრუბლებს და თან ხო სულ პეიზაჟი არის, სულ რაღაცა ხდება ცაში ამ ღრუბლებით და აი მეც რაღაცა სხვანაირად უყურებ ხოლმე. მე ეს ბავშვობაში მქონდა ყველას დავავიწყდა, მე უნდა გავიხსენოთ. სხეულთან მიმართებით გაქვს სხვანაირი დამოკიდებულება, როცა ამ ცნობიერებაში ხარ, ანუ ტაძარი გარეთ არის, შიგნით არის, ანუ სხეული ხდება შენი ტაძარი და პატივს ცემ, იმიტომ რომ ეს არის რაც ყველაზე წმინდას ატარებს ამ სამყაროში, შენ სულს ატარებს და სხვანაირ პატივს ცემ. არავითარ შემთხვევაში არ აჭმევ ისეთ რაღაცას, რაც ზიანს მიაყენებს, არ დაალევინებ, აუცილებლად ავარჯიშებ და სხვანაირად უყო, იმიტომ კი არა, რომ კარგად უნდა გამოიყურებოდე და კუნთები უნდა ქონდეს. არა, იმიტომ რომ ტაძარია და პატივს ცემ. ეს არის რაღაცა ისეთი ტრანსცენდენტული, ჩვენი პოტენციალი სრულად რო რეალიზდა. დაახლოებით როგორც კვლევებით საქართველოში არ ჩატარებულა, მაგრამ ერთი კვლევა არის, რაც ჰარვარდში გააკეთეს თავის დროზე და იმ კვლევამ თქვა, რომ აი 1-დან 3%-მდე ადამიანები ახერხებენ ამ ცნობიერებაში, რომ იყვნენ ცხოვრების მანძილზე. ეხლა მგონია, რომ ეგ სურათი იცვლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გავლენების გამო. ანუ ეს არის საითკენაც მივისწრაფით, ხო? ანუ ეს მდგომარეობა ჩვენში არსებობს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ. მაგრამ ამ გზაზე ხელს გვიშლის, მაგრამ ასევე გვეხმარება ჩვენი ეგო, იმიტომ რომ ფიზიკურ სამყაროში როცა ცხოვრობ, შენ ურთიერთქმედებისთვის, სამყაროსთან კონტაქტისთვის გჭირდება ეს მექანიზმი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული აი მნიშვნელობის მიმნიჭებელი ინსტრუმენტი. ხო, ანუ ყველაფერს აღიქვავს, ყველაფერს მნიშვნელობას ანიჭებს, მისი მიზანია რომ შენ იყო უსაფრთხოდ და გადარჩე. და ამისთვის აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები ეგოს როგორ გადაგარჩინოს და ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის რომ შენ უსაფრთხოდ უნდა გამყოფოს. ინსტრუმენტი არის რომ შენ აღიარებული უნდა იყო, ანუ კაი ტიპი უნდა იყო. ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის რომ სიყვარული მიკუთვნებული უნდა იყო, ხო, ამ ჯგუფებთან და ამას თუ საფრთხე ემუქრება, ან თუ განვითარების მანძილზე სადღაც დანაკლისით გამოვედით ეს საჭიროებები, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა სტრატეგიებს გავითარებინებს, აბა რა უნდა გააკეთო ეხლა შენ რომ უსაფრთხოდ იყო პირობითად, აი მაგალითი რომ მოვიყვანო, კიდე გასაგები რომ იყოს თუ მე ვიზრდებოდი უსაფრთხო გარემოში, უпростоრად საფრთხის შემცვლელ გარემოში, შეიძლება იმიტომ რომ ომი იყო, შეიძლება იმიტომ რომ მშობლებს კონფლიქტი ჰქონდა, შეიძლება იმიტომ რომ რომელიღაცა მშობელი სვამდა ან ძალადობდა ან ერთმანეთზე ან ჩემზე, ჩემა ეგომ შეიძლება განავითაროს ძალიან ძლიერი ანალიტიკური უნარი. იმიტომ რომ მე თუ ყველაფერი მეცოდინება, უსაფრთხოდ ვიქნები და ესეთი ადამიანები რომ შედიან ოთახში სკანირებას აკეთებენ ხოლმე და ყველა სახელს დიაგნოზს დაუსვავს თუ რაღაც ინსტრუმენტები აქვს მით უმეტეს აი ყველაფერს სახელს დაარქმევს იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები ძალიან ღუპავს ადამიანს მაგრამ ამ შემთხვევაში ეხმარება ეს აძლევს უსაფრთხოების განცდას. უბრალოდ ნახე რატო ღუპავს და ალბათ ეგ გულისხმე რომ მავიწყებს მთავარს. ხო, რეალობას გვაცდენს. იმიტომ რომ ეს არის ჩემი წარმოდგენა მათზე და რეალობა ხო სულ სხვა არის. რეალობა სულ სხვა არის. ამიტომ მთელი ხიბლი ამ პროცესში არის რომ ego მე უნდა ვმართო და ego არ უნდა მართოს მე. უბრალოდ აქამდე რომ მივიდე რაღაც გზა უნდა გავიარო, ხო, განვითარების გზა უნდა გავიარო და მაგისთვის მჭირდება ზუსტად პიროვნული განვითარება. ის აღიარება რომ მინდა და ეს კამერა გარეთ რომ აქვს, ვიღაცამ რომ უნდა მითხრას რომ ძალიან მაგარი ვარ, ისე მე თვითონ რომ არ მჯერა, შემოვატრიალო ცოტა ხანი შიგნით და ვნახო რომ აბა რა გამომდის, მე თვითონ რისთვის ვაფასებ, მე თვითონ რა მომწონს ჩემს თავში, რომ გარე აღიარებაზე ძალიან დამოკიდებული არ ვიყო, თუმცა ესეც მისაღები არის, ანუ მაგაშიც ცუდი არაფერი არ არის გინდოდეს, რომ ვიღაცებს მოეწონ. უბრალოდ თავარი არის, რომ გაიაზრო, ეგ არ არის მთავარი, ეგ არ არის ნამდვილი არის ის, რომ ამან არ წაგიღოს. ანუ ეგომ არ წამიღოს თავის, იმიტომ რომ აქვს ხოლმე ეგ თუნდება და კი გეთანხმები არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცას მარტო იმიტომ აკეთებენ, რომ შეიძლება ვიღაც დასაჯონ, შეიძლება ვიღაცას რაღაც დაუმტკიცონ და მარტივი მისახვედრი მაგის არის, რომ ძალიან დიდი ენერგია მეცლება. აი მე კი ვიძახი ხლა, რომ ძალიან სიამოვნებს რაღაცის გაკეთება პირობითად, მაგრამ ამას ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დავსაჯო, ან ვიღაცას რაღაცა დავანახო. ან მე კიდე უფრო იქით რომ მივდივართ ხოლმე, ჩემ მშობელს რაღაც დაუმტკიცო, ხო? ძალიან დიდ ენერგია გააქვს ამ ყველაფერს. და როცა შენი
რეალური პოტენციალიდან გამოდიხარ, ეს ენერგიას გაძლევს. რამდენიმე დღის წინ მქონდა სემინარი და მთელი დღე ვსაუბრობ, თან არის ხოლმე თემები, ეხაც მატყობ ალბათ, რომ ის მაქვს ხო, იმიტომ რომ თემა არის ძალიან ახლოს ჩემთან და ძალიან რეზონირებს და მეუბნებიან, რომ ესე იგი მთელი დღე ვლაპარაკობო და როგორ არ დაიღალეო. რაღაც რო გიყვარს, არ არსებობს რომ იმან დაგღალოს, მაგრამ მქონია შემთხვევები, რომ რაღაცა თემაზე ვსაუბრობ, თუ არ არის ის ჩემთვის საინტერესო საღამოს საერთოდ ენერგია აღარ მაქვს. ამიტომ ეს შინაგან თავთან კონტაქტი მაგასაც გეუბნება, ხო, სხეულთან თუ გაქვს კავშირი, ხვდები ოთახში რომ შედიხარ, სხეული მოიჭიმა უცებ და შენ ვერ ხვდები თითქოს იქ საფრთხე არ გემუქრება, მაგრამ აქ რაღაცა ჩაირთო. მოკლედ რაც მეტად გვაქვს ჩვენ თავთან კონტაქტი, მეტად გვაქვს შესაძლებლობა რომ გავიხსენოთ ჩვენი პოტენციალი. კი არ აღმოვაჩინოთ, გავიხსენოთ. ეგოს ვეძახი ხოლმე ასეთ მეტაფორა მაქვს ეგოსთან მიმართებაში, რომ ეგო არის გაჭენებული ცხენი, რომელზეც ბავშვობიდან ესე პირდაპირ გაჭენებულ ცხენზე შეგვაგდეს და ეს ცხენი მიქრის და არასოდეს არ ჩერდება, უბრალოდ მას გაჩერების უნარი არ აქვს და ხა იქიდან გადმოხტომა ძალიან მტკივნეულია და წარმოუდგენელი ამბავია და ერთადერთი რაც ამ დროს ხდება არის და წარმოიდგინე გაქანებულ ცხენზე რომ ზიხარ და მიქრის ეს ცხენი გარემოს ვერ აღიქვამ, რეალობას ვერ აღიქვამ, იმიტომ რომ შენთვის რეალობა ბლარი ხდება და სულ სხვანაირი ხდება და ეგოსთან მიმართებაში მთავარი არის რომ იმ ცხენმა კი არ მართოს და მან კი არ მართოს პროცესები, არამედ მე შევძლო მისი გახედნა, მისი გაცნობა და მე ვმართო მისი სიჩქარეც, მიმართულებაც და ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ცხენი რეალურად გვჭირდება იქიდან თუ გადმოხვდით, მაშინ ხო, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ და გასხივოსნებული ახალ ეგოში იქნებ. ვერ არის ყველაზე საშიში მდგომარეობა, რომ გონია რომ გავსხივოსნდი. ამიტომ ეს ცხენი რეალურად გვჭირდება, მაგრამ თავარი არის რომ სადავების ხელშია აქ და გიჟივით მიქრის და მე ვერ ვაკონტროლებ ვერაფერს თუ მე შემიძლია მასზე მშვიდად ვიჭდე და მე ვაკონტროლო და სადავე მეკავეს ჩემს ხელში. მიზნებიც და პოტენციალიც სწორედ ამასთან მიმართებაშია. მე თუ სიმშვიდეში შემიძლია ვიყო, პოტენციალთან კავშირში ვარ. მე თუ გაუცნობიერებელ რაღაცნაირ უმართავ პროცესებში ვარ, პოტენციალთან კავშირი არ მაქვს. მე თუ შიშის, სირცხვილის, დანაშაულის, გრძნობის ნაწილში ვცხოვრობ, მე პოტენციალთან კავშირი არ მაქვს და ეს არის შესაბამისად ენერგიაც არ მაქვს. იმ თავარ შესაძლებლობების ენერგიასთან წვდომა არ მაქვს. და ბოლოსკენ რო წავიდეთ, რას ეტყოდი ადამიანს ეხლა, რომელიც გვისმენს და რომელიც თulis რომ ვერ იყენებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს კი არა, დიდ ნაწილსაც კი. მაგრამ მაგას მეც კი ვფიქრობ, მე მგონია რომ ჩემი შესაძლებლობების რა ვიცი, მგონია რომ 20%-საც ვერ ვიყენებ. ნუ რასაც ვიყენებ, იმასაც ვცდილობ რომ გავარღვიო რაღაცეები და ჩემ თავთან ეგეც მნიშვნელოვანია რომ კითხვა დავსვათ, ჩვენ თვითონ როგორ ვხსნით საკუთარ პოტენციალს, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვართ ხა მაქსიმალური რომ შემეძლოს ჩემი პოტენციალის გამოყენება, არ ვიცი სად ვიქნებოდით ალბათ მეც და შენც და ჩვენ თვითონაც როგორ ვმუშაობთ ამაზე. რომ გავხსნათ საკუთარი პოტენციალი და რას ვეტყოდით ადამიანებს, ვინც გვისმენს. მე მაგას უყურე პოტენციალის გახსნას ისევ საფეხურეობრივად და ყველას ჩვენი საწყისი წერტილი გვაქვს, ხო? ანუ რა არის, როგორ წარმომიდგენია ჩემი შემდეგი საფეხური? ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში. როგორ წარმომიდგენია ჩემი სხეულთან კონტაქტი, ჩემი ჯანმრთელობა, რა მინდა საქმეში, რა მინდა ფინანსების კუთხით, რა მინდა ურთიერთობაში, რა მინდა სულიერებაში საკუთარ თავთან კონტაქტში, ხო? და ეხლა სადაც ვარ ძალიან ხშირად გაურკვევლობას ის იწვევს ხოლმე, რომ საწყისი წერტილი არ გვაქვს, ხო? ანუ ჯერ რომ საწყისი წერტილი არ არის და არ არის საბოლოო წერტილი. ეს გაურკვევლობაში მომყოფებს და ეს ორი წერტილი როგორც კი შევაერთე, ანუ ეხლა სად ვარ, სად მინდა რომ ვიყო, მერე უკვე გზა გამოჩნდება, ვიცი რაზე მაქვს სამუშაო. ეხლა ბოლოს თუ დაუმიზნებ, ის ძალიან შორს არის ჯერ ბოლო საფეხურს, ხო, მაგრამ ნელ-ნელა ყველასთვის არის რაღაცა გაუმჯობესება.
და ძალიან ხშირად ამ კრიზისულ სიტუაციაში რო შევდივართ, ხოლმე ჩვენი აღქმა ძალიან ვიწროვდება, ესე ვიცით ყურება და ახალი შესაძლებლობები არ ჩანს, ხო, იმიტომ რომ ეს შიში რო იწყებს ჩვენს მართვას, თვალსაჭიერით ძალიან ისეთი ვიწრო არის და ძალიან მიყვარს მანდ ესეთი კითხვა. ეხლა რა უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, რომ 5 წლის მერე თუნდაც თქვა, რომ ეს იყო ყველაზე კარგი, რაც დამემართა. ანუ კრიზის კი არ შეხედო როგორც შეზღუდვას მხოლოდ, არამედ როგორც სასწავლო გამოცდილებას, ანუ რომ გაიხსენო ცოტა ხნით, რომ შენ ხარ შემოქმედი, ანუ სულიერი არსება ხარ პირველ რიგში და ეს რაღაცისთვის გჭირდებოდა, რაც არ უნდა რთულად გეჩვენებოდეს და გამოუვლად ის მდგომარეობა, ეს შენ რაღაცისთვის გჭირდებოდა. მაშინ თუ ამოცემულობას იღებ, ეხლა რა უნდა მოხდეს ისეთი და შენ რაზე გაქვს გავლენა, რომ ეს იყოს ყველაზე კარგი, რაც დაგმართნია და რო შეაფასებ 5 წლის მერე ეს გააზრება და ეს ხედვა გქონდეს აი ამ მდგომარეობაზე. მადლობა გვანცა, როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო შენთან საუბარი და მადლობა რომ გვიყურებთ და მოგწერეთ რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ პოდკასტებში.